Biznes ფორუმიდან და როგორ აისახება საინვესტიციო საბჭო შექმნა ქვეყნის ეკონომიკაზე ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთში გაგვაცნობს მთავრობის პროგნოზს. ჩინეთის მთავრობამ საქართველოში მსუყე ინვესტიცია ჩადო 10.764.000 დოლარი. ამღირებულების 245 ერთეული სამელიორაციო სპეცტექნიკა, ავტომანქანები, ტრაქტორები თუ ელექტრომექანიკური დანადგარები ჩინეთმა საქართველოს მთავრობას გადასცა. გადაცემის ცერემონიას რუსთავში პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჩინეთის ელჩი ესწრებოდნენ. მხარეები აღნიშნავენ, რომ ეს ჩინური ინვესტიციის მხოლოდ დასაწყისია. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა საქართველოს სათბურების მშენებლობის პროექტშიც დაეხმარება. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მიუხედავად რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი მით უმეტეს ჩვენ ჩინეთს ჩვენთვის მთავარი ასე ვთქვათ პარტნიორ საბაჟო პარტნიორთა შორის ხუთეულში არის ჩინეთის სახელმწიფო. ასე რომ ჩვენი ორი ქვეყანა ვართ დაინტერესებული რომ მაქსიმუმად მოხდეს დაახლოება და გაღრმავება ურთიერთობების. დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია. რომ გავხდეთ უმოკლესი დამაკავშირებელი გზა ევროპას და აზიას შორის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ახალი იმპულსი, რომელიც ერთიან სავაჭრო სისტემაში აქცევს ქვეყნებს ევროპიდან ჩინეთამდე და ჩინეთიდან ევროპამდე. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორედ ჩინეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობა აქტიური. სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საფუძველია, ამიტომ იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა თანამშრომლობისთვის. ის ფაქტი, რომ ჩინეთის მთავრობა ამ რაოდენობის ტექნიკას უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს, ჩვენი მთავრობის და ხალხის ქართველებისადმი მეგობრული დამოკიდებულების დასტურია და ამავდროულად ხელს უწყობს ორი ქვეყნის მისწრაფებას გააფართოვოს თანამშრომლობა ამ დარგში. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას გეუბნებით აბსოლუტურად გულწრფელად, იმიტომ რომ საპასუხო ვიზით ჩვენ უკვე შევჯერდით კონკრეტულ 11 პოზიციაზე, რომლითაც ჩავართ უკვე მომზადებული პროექტების სახით და დავიწყებთ თანამშრომლობას კონკრეტული თემების მიმართულებით.